ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Am წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს მსჯელობს. განზრახ მკვლელობას შეკვეთით და ანგარებით გამოძიება დაკავებულების დანაშაულის ორგანიზებას, დაფარვას, სრულ ინფორმაციის მიწოდებას და იარაღის შეძენა შენახვა გასაღებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით ძმებმა მიქაძეებმა, რომელთაც ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ჯანგველაძესთან უთანხმოება ჰქონდათ, მკვლელობა მასთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს და კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდნენ. რა შუამდგომლობები აქვთ მხარეებს? ნათია მღებრიშვილს ხვთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, გისმენთ ნათია. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოს დღეს გირაოს შესთავაზებს. ადვოკატები უკვე გაეცნენ საქმის მასალებს ნაწილობრივ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე კონკრეტული მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობის დასამტკიცებლად არ არსებობს. თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე დღეს ელოდებიან, რომ სასამართლო მაინც ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას პატიმრობას გამოიყენებს. ადვოკატები ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოზე არსებითი განხილვების დროს შეეცდებიან. არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება იმ მინიმალურ სტანდარტსაც არ პასუხობს, რაც თუნდაც ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნებოდა ისევ და ისევ დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირის მიმართ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა და მით უმეტეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე აპირებს ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთ ღონისძიების პატიმრობის მოთხოვნას. პროკურატურის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ამ საქმეში არსებობდეს ამ მკვლელობის შემკვეთი, ბუნებრივია მათი ინტერესი არის აბსოლუტურად პატივსადები, რათა მოიძებროს ეს დამკვეთი და სათანადოდ იქნეს დაშლილი. თუმცა საქმის მასალების, საკმაოდ მოცულობითი მასალებია, თუმცა გარკვეულწილად მოვასწარით მისი გაცნობა, განსაკუთრებით მოწმეების ჩვენებების და არც ბატონი გიორგი და არც ბატონი დავით მიქაძესთან მიმართებაში რაიმე კავშირი აბსოლუტურად აი ამ მკვლელობასთან არანაირად არ იკვეთება. აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობას მოითხოვს პროკურატურა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ამბობს, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, გრძელდება კვლავ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და სავარაუდოდ შესაბამისად არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში გახმაურებულ საქმეზე დამატებითი გარემოებებიც გამოიკვეთოს და ასევე დაკავებულთა რიცხვიც გაიზარდოს. დღევანდელი შუამდგომლობა რა თქმა უნდა იქნება აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან მიგვარჩნია, რომ სამივე საფუძველი არსებობს, რაც აუცილებელია პატიმრობის გამოყენებისთვის. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით დარბაზში იმყოფებიან თავად ბრალდებულებით, ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ის ისარგებლებენ თუ არა ისინი სიტყვის უფლებით. ცნობილია მხოლოდ ჩვენთვის ის, რომ ბრალდებულები ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებენ. მადლობა ნათია მღებრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს. თეიმურაზ წიქვაძე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ საქმის დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით ბაჩიაშვილი ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ეგრეთ წოდებული დაცვის სტრატეგია პოლიტიკურ განცხადებებზე ააგოს. მისი შეფასებით სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც დაცვა ეყრდნობოდა. ადვოკატი წერს, რომ დაზარალებულისგან განსხვავებით მეორე მხარემ ვერ შეძლო არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვების დასმა. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას, რაც დაცვის მხარემ მოითხოვა კითხვაზე კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა მან ვინმეს ნაღდი ფული, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან ბანკისთვის დამატებით სარგებელზე. მან უპასუხა, რომ არა, მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება და შესაბამისად არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა. მას შემდეგ კი რაც მისთვის შეთავაზებულ იქნა მისივე წარდგენილი დოკუმენტების კალკულაციის დამატებითი გამოკვლევა მისი ჩვენებების გამოკითხვის ოქმების ციტირება კატეგორიული უარი განაცხადა როგორც დოკუმენტების გამოკვლევაზე, ასევე მის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებისა თუ განმარტებების ციტირებაზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე. სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი ფაქტიურად უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები თუ განმარტებები.
აღნიშნული ქმედებით იგი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან, მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ვითარებაში ცხადია, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუ კი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ $1,305,000 ამერიკული დოლარის ფარგლებში, რომლის მობილიზაცია მან მოახდინა და არა $5 მილიონი ამერიკული დოლარის ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია მაინინგის კონტრაქტში. კერძოდ 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონული პოსტის მეშვეობით ნაწარმოებ მიმოწერაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი, ანუ ახალი გამოცდილების არ მქონე კომპანია, ხოლო მისი მონაწილეობის ოდენობა მოცულობა იყო $1,500,000 ამერიკული დოლარის ფარგლებში. აქ პირდაპირ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია საბანკო კრედიტის გაცემის გზით $5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. ანუ პირდაპირ აღიარებს მსჯავრდებული ოფიციალურ მიმოწერაში იმას, რასაც ამტკიცებს დაზარალებული მხარე, რომ ბაჩიაშვილი არ წარმოადგენს ინვესტორს $5 მილიონი დოლარის ნაწილში. ბაჩიაშვილი შეეცადა, რომ აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენელთან. აღნიშნული ტყუილი ცხან მოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში მათ შორის ინახება სხვა მტკიცებულება. 2017 წლის ელექტრონული პოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ როგორც ერთი ფინანსების წყაროს თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ზემო აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არა ორაზროვნად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული $5 მილიონი დოლარის ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი. აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასალური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა. იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ სტრატეგიულ სვლად, როდესაც მთავარია, რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას. მტკიცებულების არარსებობას, რომ თავი დავანებოთ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ტაქტიკა მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიცია შემდგომ იქნა მის მიერ შემოგდებული საქმეში. ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიების თუ მხარდაჭერის გამო ხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ადრეც განმარტეს საზოგადოებისთვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის თანაგრძნობა ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის, რომ გამოძიების დაწყებამდე მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. წერილში თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილმა გააუფასურა ის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც თავადვე გაავრცელებინა საჯარო სივრცეში და საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა. ადვოკატის თქმით, სიცრუეა ისიც, რომ თითქოს და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს, რადგან ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით 20 წლიან პერიოდში არც ერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით, წერს ადვოკატი. არაავთენტური დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერიდანაც კი ვლინდება შემდეგი. ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული. ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისთვის.
ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ბანკი ქართუს აქციონერი ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დადგომოდა მესამე პირს, ანუ მოეხდინა ქართულ ბანკში სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა. იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებები დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადის სახსრებით. აუდიო ჩანაწერში ასახული მისი ეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი ბანკი ქართუდან გაცემული თანხების ნაწილში. ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე. ამ ნაწილში საგულისხმოა სააპელაციო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაინინგის განმახორციელებელი კომპანიის ინტერესი იყო წინსწრებით სრულად მიეღო მაინინგის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 6.305.000 ამერიკული დოლარი, ანუ ბიტკოინების გამომუშავებას არ დაელოდებოდა და საბითუმო ფასად მოეხდინა სხვისთვის მაინინგი. აღნიშნული პირდაპირ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ინვესტიციის არ განხორციელების შემთხვევაში მაინინგის კონტრაქტი გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რადგან არ შეივსებოდა სრულად სახელშეკრულებო თანხა და ამის საწინააღმდეგო მსჯელობა მცდარია. მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე. აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას, თითქოს და ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია, რომ აბსურდია. ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. საკითხის ხელახალი გავლის მიზნით ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან. ფაქტობრივად ეს არის დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა შეაფასოს როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური. საგულისხმოა ბაჩიაშვილის მიერ სააპელაციო განხილვისას დაფიქსირებული პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა დეფოლტის შემთხვევაში. გამოძიების ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რამეს იზამდა, ხოლო ამ შემთხვევაში მან პირდაპირ განმარტა, რომ მძიმე შედეგის პირობებში რისკი იქნებოდა ბანკის მხარეს და თან მაგალითად მოიყვანა იპოთეკური კრედიტები, რაც აბსურდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იპოთეკური კრედიტი უზრუნველყოფილია მინიმუმ შესაძენი უძრავი ნივთით, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლოა დეფოლტის დადგომისას იძულებითი აღსრულება მიექცეს არა მხოლოდ შეძენილ უძრავ ნივთს, არამედ მოვალის სხვა ქონებას. ბაჩიაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუკი მაინინგის გარიგება წარმატებული იქნებოდა, მადლობას გადაიხდიდა. წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ბოდიში მოიხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა. ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორც არაერთხელ განმარტე, იგი არ მონაწილეობდა არც ცესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში, არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მოუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ აუღია საკუთარ თავზე დეფოლტის შემთხვევაში. ეს არის არსებითი საკითხი იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ იყო რეალურად ინვესტორი 5 მილიონი დოლარის ნაწილში. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ინვესტიციისთვის თანხის გამოყოფა კრედიტის ფორმით, ამ კრედიტის უზრუნველყოფა და სრული მოცულობით რისკის აღება განახორციელა დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომაც უსუსური პოზიციის გათვალისწინებით დაცვის მხარემ მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა დაზარალებულის დაკითხვის პროცედურის დროს და დაანონსებული რამდენიმე საათიანი პროცედურა რამდენიმე წუთში დაასრულა. ამასთან თავის მხრივ დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას, მათ შორის ისეთ კითხვებს, რომლებიც არ იყო შემხებლობაში განსახილველ საქმესთან. როგორც ეს წინა წერილში აღნიშნეს, საინტერესოა ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯარო და სრულად გამოქვეყნებას. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რომ ის ცრუობს. კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა ბერლინში გიორგი გახარიას, ირაკლი კუპრაძისა და ბერდია სიჭინავას შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა. რუსთავიორის ინფორმაცია, რომ კუპრაძე და სიჭინავა გერმანიაში გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, დადასტურდა. დღეს პარტიებში, სადაც გუშინ აცხადებდნენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თქვეს, რომ ბერლინში გახარიასთან შეხვედრა შედგა. არსებული ინფორმაციით, ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი და გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი გახარიამ გერმანიაში დაიბარა, რადგან პოლიტიკური ძალები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, იმიტომ რომ მნიშვნელოვან შეთანხმებებს ჭირდება უშუალო შეხვედრა, პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არამხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც სამწუხაროდ სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს. კოალიცია ლელო საქართველოს და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები. შეხვედრა შედგა ბუნებრივია, ეს არის სამუშაო პროცესი. ძალიან მალე, უკვე სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩვენ ამ კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა გამომოცხადოთ. ახლა რატომ არის გასაკვირი, რომ ორი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და გენერალური მდივანი ხდება პარტიის დამფუძნებელს. რაღაცა სენსაციური არაფერია, გიდასტურებთ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ნამდვილად იმყოფებოდნენ ბერლინში, სწორედ ამ საკითხების განსახილველად გიორგი გახარიასთან. ჩვენ გვეყოლება საერთო კანდიდატი, კი ბატონო, ამას ვადასტურებ. ჩემი ვერსია როგორც თავიდან იყო ცნობილი, განიხილება დღემდე და ნახოთ. რეალურად რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან რამე თუ ვერც შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე იმისთვის რომ საპირწონედ ქართული ოცნების კანდიდატებს დაუყენონ იკრიბებიან უცხოეთში სურვილი აქვთ რომ იმჟელონ ამ საკითხებზე და ვინ გიორგი გახარია რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში რომელიც წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ განშტოებას და მეორე მხრივ ლელო თაღლითების და ნაცმოძრაობასთან არსით დაკავშირებული პირების პარტია. ქვეყნის გარეთ გააწყობლების მაძიებლები არიან ოპოზიციაში, პრაქტიკულად დესტრუქციული ოპოზიციის მთელი შემადგენლობა და ისინი შიგნით ვერც იგეგმებიან, ვერც გააწყობლებას ვერ ღებულობენ და ამისათვის ყოველთვის გარბიან სადღაც გარეთ, მაგრამ საიდანაც არ უნდა ჩამოიტანონ. ვისი დაკვეთილიც არ უნდა იყოს ეს დავალება, საზოგადოება ღებულობს გააწყობლებას. განაჩენი პოლიტიკური მათი გარდაუვალია და ასევე გარდაუვალია შედეგი, რომ მართველი გუნდი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს სამარჩევნებშიც. 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს ორი დაზარალებული მოქალაქე გამოკითხეს. მათ გამომძიებლების და ექსპერტის შეკითხვებს ადგილზე უპასუხეს. პროკურატურის ინფორმაციით საგამოძიებო ექსპერიმენტით სრულდება სტრასბურგის სასამართლოს მითითება. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად სწორად დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საპოლიციო ღონისძიებები 2019 წლის 20 ივნისს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმადროულად ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად დღეს შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტების თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის გარემოებები თუ რა ვითარებაშიც მიიღო მან დაზიანება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შეძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი. მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატაროს პლებისციტი და გაიგოს რეალურად რა არის ხალხის დაკვეთა. ჩაატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას, ხართ თუ არა მომხრე LGBT პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირი სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, ნათქვამია ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში. ოპოზიციის ნაწილი იზიარებს ბრიუსელის პირობას და აცხადებს, რომ კანონების შინაარსი ფუნდამენტურ აცდენაშია ევროპულ კავშირთან. განსხვავებულია შეფასებები მმართველ გუნდში. საქმე ეხება უბრალოდ უმცირესობების დაცვის ტექნიკურ ვალდებულებას. იმ კანონ პროექტებს, რომელიც იქნა დაინიცირებული, ამას არანაირი რაღაც ეროვნული სხვა მიზანი არ ქონია, უბრალოდ კარგად იცოდნენ კონკრეტულად ტექნიკურად რა უნდა ჩაეწერათ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ევროპული ევროკავშირის სტანდარტების და შესაბამისობაში მის მოთხოვნებთან. ჩვენ არ შევყვებით ამ პროპაგანდისტულ ნარატივში ქართულ ოცნებას და ვისაუბრებთ ხალხის რეალურ საჭიროებებს. მადლობა მართლა. გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულება. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო,
ანუ ჩვენი გზა და ჩვენი არჩევანი რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება ოჯახური ღირებულებების პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებების პატივისცემა. ის რომ ევროკავშირი თითქოს საქართველოსგან ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას ითხოვს, ეს რა თქმა უნდა არ არის სიმართლე. ამ გამჭვირვალობამ შეიძლება რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ანუ ევროპელთა ფული სინამდვილეში არა სამოქალაქო ინტერესებისთვის იხარჯება, არამედ იხარჯება ათასგვარი რევოლუციური განწყობების შექმნისათვის. ოფიციალურ დოკუმენტაციაში არც გამჭვირვალობა არ ითვლება ევროკავშირისთვის ცუდ რამედ და თავის ქვეყნებში ამას აკეთებენ და არც LGBT ქორწინება არ ითვლება ევროკავშირში დაახლოების გზაზე ოფიციალურ მოთხოვნად. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, არაოფიციალური მაგრამ სინამდვილეში რეალური მოთხოვნა, რომ მთელი სივწავით დგას მათ დღის წესრიგში, ეს ფაქტია. არ გვინდა რომ ეს იდეოლოგია იყოს დომინანტი იდეოლოგია ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოცემულობები, სირთულეები, რომელიც დღეს არის, ამას რეალურად სტრატეგიული კურსის შეცვლა უნდა მოყვეს. თუმცა ვიმეორებ და ვამბობთ კიდევაც ხშირად, რომ თვითონ ევროკავშირი არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებლობების პირობებში, როდესაც მან არ იცის თუ რეალურად როგორ განახორციელოს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს 4 ოქტომბერს ევროინტეგრაციის საკითხზე პლებისციტით ჩაატაროს. საზოგადოებრივმა მოძრაობამ განცხადება გუშინ გაავრცელა. მიუმართავთ ხელისუფლებას ჯერ კარგად გაარკვიოს რა არის ქართული ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგონია რომ ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება. ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა დაკარგა ის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ვისწრაფოდით ევროკავშირში გაერთიანებისაკენ, თან უკვე რამოდენიმე ხანია გვესაუბრებიან მხოლოდ ჩანტაშისა და მუქარისენით, პირდაპირ ხოლმე გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რაც რეალურად პირდაპირ ნიშნავს LGBT პროპაგანდის დაკანონებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მეორე ხოლმე გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რაც ხელშემწყობი იქნება იმისათვის, რომ შავი ფულის შემოდინება მოხდეს საქართველოში და მათთვის სასურველი აგენტურის ხელისუფლებაში მოსვლა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია რეალურად, რომ აუცილებელი არის და დღის წესრიგში უნდა დადგეს პლებისციტის ჩატარება და საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს, რომ გვინდა თუ არა ჩვენ ისეთ კავშირში, ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც რეალურად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ დარტყმას მიაყენებს ქართულ საზოგადოებას და არის დაფუძნებული რაღაც ბლეფზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უნდა დავიცვათ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, მოდით ესე ვთქვათ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამისათვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავცვალოთ ჩვენ რაღაც ყალბღირებულებებზე, ის რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი 63% მიიღო და მსოფლიოს 34 ადგილზე გავიდა. ინსტიტუციური სიძლიერით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ევროკავშირის და ნატოს სწორ 13 სახელმწიფოს. შეფასება მოხდა 4 კრიტერიუმით, საქართველოს კოორდინაციის მიხედვით 24 ადგილზე გავიდა, ბიუროკრატიის ხარისხით კი 25 პოზიცია დაიკავა. ევროკომისიის კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს. ძლიერი ინსტიტუტების შეფასებით საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა 63% 100%-იანი შეფასების სისტემით და მსოფლიოში 34 პოზიციაზე, როგორც განმარტებული არის კვლევაში. ძლიერი ინსტიტუტების არის სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედი და მასზე ეფუძნება ქვეყნის მომავალი რეალურად პოლიტიკა, რომელიც აწარმოებს ქვეყანა, ინსტიტუტები, რომელიც ემსახურებიან სახელმწიფო მმართველობას, არის საქართველოს მოწოდების სიმაღლეზე და გამორჩეული რეგიონში. იუსტიციის მინისტრი პაატასალია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.
ხვალიდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფო მართვაში გადადის. უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისი ყველა ბენეფიციარს სახელმწიფო მიაწვდის. თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა. მიხელ სარჯოლაძე მის ახალი პროცედურები განმარტა, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ მომართა სახელმწიფოს სერვისი და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფოს ცენტრებში და ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი აკახლავთ 1512. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არარეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულ მცირე ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ. იმ შემთხვევისთვის, თუ კი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში, ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში და ხვალიდანვე იქნება მათთვის ასეთი რამ შესაძლებელი. 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს იტალიის მესამე მიმართულება ვენეცია დაემატება. ვიზიარი რეისებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიას შორის. უკვე მესამე ქალაქი, სადაც პირდაპირ დეკემბრიდან შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მარტო გამგზავრებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, ასევე ორ ქვეყანას შორის როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ვიზეარი ბოლო 7 თვის განმავლობაში მოემსახურნენ დაახლოებით 900,000-მდე მგზავრს, 4,800 რეისს, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდის მაჩვენებელია. საქართველოს მთავრობის როგორც საავიაციო, ასევე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პირდაპირი დაკავშირებადობა, პირდაპირი ფრენები საქართველოსა და მსოფლიოს ქალაქებს შორის. აქ საუბარი არის როგორც უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქებთან, სიხშირეები, ასევე ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებულად დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია ვიზეართან. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი, როგორც ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, კონკრეტულად იტალიასთან გაღრმავების მიმართულებით. კომპანია ვიზიარი ნიშნავს პირდაპირ რეისებს ქუთაისსა და ვენეციას შორის და მე არ ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავიარეისები, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაფერთან ერთად კულტურული ხიდი. და მას აუცილებლად მოყვება ახალი ნაკადი მოგზაურების, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი რეგიონით და ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსაც გაუადვილდებათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ქალაქში ჩასვლა და დასვენება. ერთი დღე ტრამპი პუტინის შეხვედრამდე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას მძიმე შედეგები მოყვება. ტრამპი ამბობს, რომ წარმატების შემთხვევაში მომდევნო მოლაპარაკებები უკვე პუტინსა და ზელენსკის შორის გაიმართება, რომელშიც შესაძლოა თავადაც ჩაერთოს. დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის პრეზიდენტიც საუბრობს. პუტინი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ძალისხმევას აწარმოებს. ძალიან დიდი შანსია, რომ მეორე შეხვედრაც გქონდეს, რომელიც უფრო პროდუქტიული იქნება ვიდრე პირველი, რადგან პირველ შეხვედრაზე გავარკვევ თუ სად ვართ და რას ვაკეთებ. ეს ბაიდენის ომია, ეს არ არის ჩემი ომი. მან ჩაგვითრია ამაში და ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არც მოხდებოდა. თუმცა ეს არის ის, რაც არის. და მე აქვარ, რომ ეს გამოვასწორო და შევაჩერო. გასულ კვირას 7,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელები და რუსები. თუ ჩვენ ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, ეს დიდებული იქნება.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ამერიკული დელეგაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას აწარმოებს, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და კრიზისი. რათა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომელიც კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესი იქნება. იმისთვის, რომ შეიქმნას გრძელვადიანი მშვიდობის პირობები როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპაში და მთელს მსოფლიოში. თუ შემდეგ ეტაპზე მივაღწევთ შეთანხმებას სტრატეგიული შეტევით შეიარაღების საკითხში. უკრაინის ევროპულმა მოკავშირეებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. საუბრის თემა ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა იყო. როიტერის ინფორმაციით, ევროპულმა ლიდერებმა ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად განიხილეს ტრამპის და ზელენსკის შესაძლო შეხვედრა პუტინთან. Sky News-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ზავს დათანხმდება, უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ. ჩვენ ვისაუბრეთ ალასკაში გასამართ შეხვედრაზე. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა იქნება. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს არაერთხელ თქვა. მან შემომთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ კონტაქტი გქონდეს. განვიხილავთ შედეგებს და განსაზღვრავთ შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებს. მე ვუთხარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგას, რომ პუტინი იტყუება. ალასკაში შეხვედრამდე ის ცდილობს უკრაინის ფრონტის ყველა მონაკვეთზე ზეწოლის გაზრდას. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლია მთელი უკრაინის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ესაა მათი სურვილი. რუსეთი ბირთვული ქობინით აღჭურვილი ბურევესნიკის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება. როიტერის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბოლო კვირების განმავლობაში სატელიტური სურათები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ პანკოვოს საცელ ბაზაზე ინტენსიური აქტივობაა. ტერიტორიაზე გადასროლილია პერსონალი, ტექნიკა, ხომალდები და თვითმფრინავები. ტექნიკური მზადება მიმდინარეობს რაკეტების გამშვებ პუნქტთან. უყურებთ კურიერს 6 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი და MDMA. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ყალობა კახეთში იერმუღალაში 26 წლის ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაული კახეთის პოლიციამ გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, მოტივი იყო წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიეყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ჯინჭარაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შეერაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირებას ორივე მხრიდან ათასობით მოქალაქე და ჯარისკაცი შეეძრა. მე სურს პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, იმ თავდადებულ ადამიანებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს მომავალს და მათი თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ჩვენ წუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ამისათვის ჩვენ ყველა ვართ მეტნაკლებად ჩართული იმ პროცესებში, რისი გაკეთების შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. გარემოსაცვის მინისტრის მოადგილე ჟენევაში სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც გარემოს დაბინძურების პრევენციის საკითხებს ეძღვნება. ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე. ღონისძიება გაეროსა და შვეიცარიის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაუსვით იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს ნარჩენების მართვის მიმართულებით, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, რათა ჩვენ შევქმნათ უფრო ჯანსაღი გარემო. ჩვენ გქონდა ორმხრივი შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ინგერ ანდერსონთან, დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა გარემოსდაცვითი მმართველობის და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა. მისი განცხადებით, გიორგი ცინცაძეს, რომელიც თავადაც ბათუმშია დაბადებული, საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ცინცაძე ბოლოს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა დაზვერვის სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. წარუადგინეთ ბათუმის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე. გიორგი არის ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს თავის ქალაქის განვითარებისთვის. მომდევნო დღეებში გვექნება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში კანდიდატების წარდგენა. მადლობა მინდა უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიყო ბათუმის ჩემი მშობლიური ქალაქის მერი, ჩემთვის დიდი პატივია. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენი ქალაქი. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამის პირველ ეტაპზე დაიწყო 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქედან 11 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. ქონდა საინტერესო შეხვედრები მერებთან, მხარის ადმინისტრაციასთან. ძირითადად მსჯელობის საგანი იყო დღეს მდგომარეობით მიმდინარე პროექტები, როგორც არის ძირითადად ბაღების ინფრასტრუქტურა, მისი რეაბილიტაცია, მშენებლობა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 88 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების პროექტებია. აქედან 11 პროექტი უკვე დამთავრებული არის. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩვენს რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესს გავიცანით. რეგიონის მასშტაბის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 47 საბავშვო ბაღში დავიწყეს ეს პროცესი. უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღი. დანარჩენი ობიექტი კი მიმდინარეა. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტს. რუსთავში მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 22000 კვადრატულ მეტრზე სრულდება. საავტომობილო გზა კი 21000 კვადრატულზე განახლდება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ერთმანეთს 3 ახლად რეაბილიტირებული ქუჩა დაუკავშირდება. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი, რომელიც რუსთავის მერიის გუნდის მხრიდან ხორციელდება, შეაკავშირებს ორ ახლად რეაბილიტირებულ ქუჩას ერთმანეთთან. 32000 კვადრატული მეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიდის და ძალიან მალე პროექტი დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი, ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები იყო დაზიანებული, უხვინალექის დროს დგებოდა წყალი, რაც მოსახლეობას ხელს უშლიდა გადაადგილებაში და საფრთხის შემცველიც იყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრეჭები, ტროტუარები, ველობილიკები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 9 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.j.